Opozიციაში კი ამჯერად დაპირისპირების თემა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ უკვე ერთმანეთისგან განსხვავებული განცხადებების გაკეთება. პარტია ლილოში თქვეს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებისგან მოისმინეს, რომ ფუნქციონალური დემოკრატია საჭიროებს ძლიერ ოპოზიციას და მონაწილეობას პოლიტიკურ ინსტიტუტებში. გრიგოლ გეგელიას ამ შეფასებას სოციალური ქსელით გამოეხმაურა ოპოზიციის ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია. მისი თქმით, ამერიკელებს მსგავსი არაფერი უთქვამთ და შესაძლოა გეგელია იტყუებოდეს. თავის მხრივ კი გეგელიამ გვარამიას არაკეთილ სინდისიერებაზე და ასევე ინგლისური ენის არცოდნაზე მიუთითა. შეგახსენებთ, შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის წარმომადგენლები ხელისუფლებისა და ოპოზიციის წევრებს შეხვდნენ გასულ კვირას, როდესაც თბილისში იმყოფებოდნენ ვიზიტით. ამერიკის შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ ბოიკოტის პოლიტიკა არ არის ეფექტიანი და მიიჩნევს, რომ პოლიტიკური წარმომადგენლობის პრინციპი და ფუნქციონირება დემოკრატიულ პოლიტიკურ ინსტიტუტებში მონაწილეობა არის ამერიკისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, რადგანაც ამერიკისთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური სტაბილურობა ჩვენს ქვეყანაში. მე არ მაწუხებს ამ შემთხვევაში ნიკა გვარამია რას მიწოდებს, ან რას იტყვის, საერთოდ არ ჩემთვის საინტერესო. კიდევ ერთხელ გეტყვით. ჩემთვის საინტერესო არის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია. ძალიან მარტივად. მოდი შევხედოთ. ვინ რას ამბობს და რა წერია საელჩოს განცხადებაში. იქ დაინახავ ძალიან მკაფედ, რასაც მე ვამბობ, უწერია ასევე საელჩოს. რასაც ზოგიერთი კოლეგა ამბობს, არ უწერია არავის. ბატონ გრიგოლ გეგელია აგახავთ ამერიკის ასე ვთქვათ წარმომადგენელი საქართველოში და არც ასე ვთქვათ სპიკერი გახავთ, ამიტომაც მას ახლა თავის პარტიული დღესასრიგი აქვს და რა სიტყვის უნდა განვიხილოთ, როგორც არა ამერიკის პოზიცია, არამედ როგორც გრიგოლ გეგელიას პოზიცია და ლელოს პოზიცია, ამიტომაც არ ამგონია რომ რამე ახალი არის თქმული მის მიერ, რა თქმა უნდა, მას სურს რომ საკუთარი პოლიტიკური დღესასრიგს მოარგოს სხვა პოლიტიკური საკითხები, მათ შორის ეს საკითხი. პოზიციას რომ თითქოს და ამერიკის ადმინისტრაციისთვის as პრიორიტეტულს წარმოადგენს მხოლოდ ეს საკითხი, ეს არის მცდარი პოზიცია, მცდარი დაშვება გახლავთ, თვითონ კიდევ ერთხელ მეორებ, ამერიკაში არ არის გულუბრყვილო ხალხი, ინფორმირებული ხალხია და კარგად იციან რა არის ამ კრიზისის რეალური მიზეზი. ჩემი საქმე ამ დაპირისპირებაში შესვლა არ არის, თუმცა პირდაპირ გეუბნებით, რომ შეერთებული შტატების პოზიციაც არის ის, რომ პოლიტიკური ბოიკოტი და მანდატების გამოუყენებლობა, მათ შორის პოლიტიკური ბოიკოტის საშუალებით არჩევნებში არ მონაწილეობა, რა თქმა უნდა, დემოკრატიისთვის ხელისშემშლელი ფაქტორია და რა თქმა უნდა, აზიანებს დემოკრატიულ პროცესებს ქვეყანაში. როდესაც უყურებ გარედან რას გეუბნებიან და ამის მიხედვით აწყობ შენ პოლიტიკურ დღესასრიგს, საბოლოო ჯამში აღმოჩნდება ზუსტად ამ მდგომარეობაში, სადაც დღეს რადიკალური ოპოზიცია აღმოჩნდა. ლელოს განცხადებები ნახე დიდი სამით ახლა აღმოჩნდა რომ ლელო და ცისხვები ერთმანეთში ამ საკითხზე კამათობენ და თავად მანდატები რომ დაყარეს ბაიდენის ადმინისტრაციის მოთხოვნით და მითითებით და დღეს შეიცვალეს აზრი იმიტომ რომ ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ სხვანაირი პოზიცია დაანახა. ეს არის მათი პოლიტიკური დღესასრიგი იცვლება იმის ყალიბდება და იცვლება იმის მიხედვით თუ რას ეტყვიან გარედან. ამაზე მეტი სირცხვილი რა შეიძლება იყოს, როდესაც პირდაპირ ეთერში უყურებთ ადამიანებს, ჯგუფებს, რომლებიც ჩვეულებრივად თავს თავაზობენ სხვა ქვეყნებს, რომ იქნებიან მათი ემისრები საქართველოში და თავაზობენ საქართველოს ლანგრად, რომ დაგვიჭირეთ მხარი, მოგვიყვანეთ ხელისუფლებაში და გავაკეთებთ იმას, რასაც დაგვაუწყოთ.